კი, ეთერში დააგებრუნდით დღის თემით ახალი რეგულაციების სურსათთან შეხებაში მყოფ პლასმასის ჭურჭელზე. ეს არის ძირითადი სასაუბრო თემა. ჩემი სტუმარია მარიამ ჩაჩვა, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. თემა, რა თქმა უნდა, ძალზედ აქტუალურია და მნიშვნელოვანია მოსახლეობას, ჩვენს ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ამ საკითხთან მიმართებაში ინფორმაცია. და მოდით გამოწვევებით დავიწყოთ, იქიდან გამომდინარე, რომ პლასმასის ჭარბი მოხმარება გარკვეულ პრობლემებს იწვევს და გარემოს დაცვით გამოწვევას წარმოადგენს. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებსაც. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ესეთ მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. პლასმასი და პლასმასის ნარჩენი ნამდვილად დიდი გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო ებრძვის ზოგადად პლასმას და მით უმეტეს თუ ეს არის სურსათთა შეხებაში. გარდა ამისა, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა ის მიკროპლასმასა, რომელიც გამოიყოფა მით უმეტეს თუ ვაცხელებთ კერძ პლასმასის ჭურჭელში. გარდა ამისა, გარემოზე ძალიან დიდი ზიანის მომტანია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ზოგადად პლასმასის შემცირებაზე და პლასმასის ჭურჭელის შემცირებაზე. ეს ძალიან სწორი და ძალიან დროული ინიციატივა იყო სამინისტროს მხრიდან, ვინაიდან ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს მოხმარება საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭურჭელისა. დაიდო კვლევები მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევას საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით. ეს იყო შავი ზღვის გაწმენდის პროგრამა. აი ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ეს კვლევა და შესწავლილი იქნა 16 პუნქტი დრონებით, საფრენი აპარატებით. ეს იყო საველე კვლევა და ზოგიერთ წერტილში გამოვლინდა საგანგაშო მდგომარეობაც. 1 კვადრატულ მეტრზე 4 ნივთიც კი იყო პლასმასის და მისი ნარჩენის დაბინძურებისა. რიონი და ყვირილა იყო ეს შავი ზღვის აუზის მდინარეები, რომელიც იქნა შესწავლილი და უნდა ვთქვათ, რომ ზღვის და წყლის ბინადრებსაც ძალიან დიდი ზიანი ადგება მიკროპლასტიკის გარდა იმისა, რომ პლასმასის ნარჩენი რჩება, ის გამოყავს მიკროპლასტიკს, რომელიც ხვდება პირდაპირ თქვა თევზის ორგანიზმში. თევზი არის ჩვენთვის საკვები სურსათი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ საკვებად, ხო? და ასე ხვდება ის სასურსათო ჯაჭვში და ჩვენს ორგანიზმში. გარდა იმისა, რომ ეკოლოგია ბინძურდება, გარდა იმისა, რომ ზღვის აკვაკულტურას ძალიან დიდი ზიანი ადგება დაბინძურების შედეგად, გარდა ამისა, ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ ზემოქმედება აქვს როგორც სურსათის მხრივ, რომ სურსათში ხვდება ეს მიკროპლასმასა. გარდა ამისა, გარემო როდესაც ბინძურდება ეს ნაწილაკები, როდესაც ჰაერში ხვდება მიკროპლასმასის ნაწილაკი, როდესაც ნიადაგი არის დაბინძურებული, როდესაც ზღვა და მდინარეები არის მიკროპლასტიკით დაბინძურებული, რა თქმა უნდა, რომ ადამიანის ორგანიზმში ძალიან მარტივად ხვდება და პლასმას აქვს აკუმულაციის უნარი და ეფექტი ადამიანის ორგანიზმში. ეს მიკროპლასმასი გროვდება ჩვენს ორგანიზმში, რომლის სრულად გამოდევნა თითქმის წარმოუდგენელია და ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. ეს კვლევები მუდმივად ტარდება მეცნიერების მიერ და ბოლო კვლევებში აღმოჩნდა, რომ თავის ტვინშიც კი აღმოაჩინეს მიკროპლასმასი, წარმოიდგინეთ. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან სწორი და ძალიან დროული ინიციატივა იყო სამინისტროს მხრიდან, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები ბიზნეს სექტორთანაც, სტუმართმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთანაც, ჰიპერმარკეტის დიდ ქსელებთან, რომ ბიზნესთან შეთანხმებით იყოს ახალი რეგულაცია მიღებული. ეს დიდი რაოდენობა, რაც გვაქვს მოხმარებისა საქართველოში, როგორმე შემცირდეს, ეს დაახლოებით 600 მილიონ ერთეულზეა საუბარი, წარმოიდგინეთ, ეს დაახლოებით 5-6 ტონა ნარჩენის სახითაც რომ წარმოვიდგინოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მას ხელმეორედ ერთჯერადი გამოყენებთ ჭურჭელს იმის მიხედვით, რომ ეს მავნე პრაქტიკა გვაქვს, რომ გამოვიყენოთ სამწუხაროდ ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლები მაგალითად და რეალიზაციაშიც ხშირად გვინახავს ოჯახურ მეურნეობებში, ხო? გარდა იმისა, რომ ეს მავნე პრაქტიკა არის და დარღვევა, იმიტომ რომ ის უკვე ჰიგიენის წესებზე პირდაპირ მიუთითებს ჰიგიენის წესის დარღვევას, როდესაც მაგალითად ნედლი რძე არის რეალიზაციაში ამ ფორმით, ხო, თქვათ მეორადი ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლით, როდესაც არის რეალიზებული. ფაქტია, რომ არის სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტი ისიც არის, რომ ჩვენ ყველაზე დიდი მაკონტროლებლები ვართ ადამიანები, როდესაც ჩვენ გვაქვს ცნობიერება ამაღლებული, როდესაც ინფორმაცია გვაქვს ძალიან კარგად მოწოდებული და გათავისებული გვაქვს, ხო, მეტად მომთხოვნები ვართ და უკვე ბაზარს ჩვენ ვარეგულირებთ პრინციპში, ხო, მომხმარებლები. პლასმასი პირდაპირ და არაპირდაპირ გზით ადამიანის ორგანიზმში
ხვდება. და ჭარბი რაოდენობით იბუდებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, გამოდევნა მთლიანად წარმოუდგენელია. თუმცა ბუნებრივია კითხვა ისმის, ჩვენ სამედიცინო კუთხით ვერ ჩავშლით ამ თემას, მაგრამ რამდენად ძიანს აყენებს ადამიანს პლასმასი? პირველ რიგში ის კუმულაციის ეფექტი, რაც ახსენეთ მიკროპლასმას და პლასმას ზოგადად გააჩნია, ხო, დიახ. გარდა ამისა, პლასმასის წარმოებაში ძალიან ხშირად არის გამოყენებული სხვა ქიმიური ნაერთები, როგორიც არის მაგალითად ფტალატები, მაგალითად ბისფენოლი A. ბისფენოლი A არის ესტროგენის მსგავსი სინთეზური ნივთიერება, რომელიც პირდაპირ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, ნერვულ სისტემაზე, გულსახთა სისტემაზე, აგრეთვე ბავშვები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან ამ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ჩვილობიდან მუდმივად პლასმასის ბოთლზე მიწოდებული თბილირზე, ცხელირზე, მე როგორი პრაქტიკით არის ის პლასმასის ის დამზადებული ამას აგრეთვე საუბარი სამედიცინო პერსონალი აქტიურად მოუწოდებს ყველას და მშობლებს აფრთხილებს, რომ საკვები ბავშვებს მინის რა თქმა უნდა შუშით მიაწოდონ, იმიტომ რომ მინა არის არარეაქტიული მასალა, რომელიც არ უცვლის სურსათს მის ორგანოეპტიკურ მაჩვენებელს, არ რეაგირებს მის ჟავე და ტუტე გარემოზე. მისგან არ მიგრირებს სურსათში მავნე ნივთიერებები და ძალიან კარგი ჭურჭელი არის ზოგადად გამოსაყენებლად მინა. შეგვიძლია მასში გავაცხელოთ, შეგვიძლია ცივი პროდუქტი შევინახოთ, მაცივარში შევინახოთ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კარგი მიმართებაში მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ აკრძალვა რა არის უპირველეს ყოვლისა. ანუ მე მინდა აქცენტი მაინც გავაკეთოთ გაცხელებაზე, საკვების პლასმასის ჭურჭელში, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, თუნდაც აი სამუშაო სივრცეში, როცა ადამიანებს დრო არ აქვთ, ამას ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. კარგით და არსებობს გარკვეული რეგულაციები, ხო, ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს რეგულაციები და საკითხები, ხო, რა საკითხებზე აქცენტი გაკეთებული და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში. როგორც თქვი, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზოგადად პლასტიკის შემცირებაზე. გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიაც აქვს დაწყებული, რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად და სიღრმისეულად გაიგოს თუ რა არის ახალი რეგულაციების არსი და რა შინაარსი არის ზოგადად საუბარი. ამიტომ ჩემი სტუმრობები ზუსტად ამას ემსახურება, რომ მოსახლეობამ კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას და ყველა ადამიანამდე იქნებ მივიდეს ეს ინფორმაცია, რომ ერთი რომ ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი თავი და არ შევეცადოთ რეგულაციას ასე თუ გვერდი ავუაროთ, ბიზნეს სექტორი გადაერთოს ახალ მარეგულირებელ გარემოზე, ახალი ასე თქვა ახალ ბაზარზე გადაერთოს და ახალი პროდუქტის იმპორტი დაიწყოს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ჩვენი ყველას ჯანმრთელობა, ისე როგორც მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რა თქმა უნდა, არის ჩვენ გვაქვს 304 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უშუალოდ სურსათთან შეხებაში მყოფი პლასმასის ნაკეთობებს ეხება. სწორედ ამ ტექნიკურ რეგლამენტში შედის ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან, რის მიხედვითაც იკრძალება იმპორტი, რეალიზაცია და ადგილზე წარმოება, ნუ თუ არ არის ექსპორტისთვის განკუთვნილი პლასტიკის ჭურჭელისა, ეს არის თებში, დანა, ჩანგალი, კოვზი, სასმლის მოსარევი ჩხირები, საკვები ჩხირები, რომელსაც ძირითადად აზიური კერძებისთვის გამოვიყენებს და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქა, თებში, კონტეინერი თავსახურთან მის გარეშე გაფართოებული პოლისტიროლი მსმენელმა კარგად რომ აღიქვას არის თეთრი ზღვის ქაფს რომ ვეძახით, ასეთი მსგავსი კონტეინერები. ეს კიდევ უფრო მეტად მავნია, მასში გაცხელება აბსოლუტურად დაუშვებელი და წარმოუდგენელია და ეს ჭურჭელი, ეს ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი პირდაპირ უცვლის სურსათს, მაშინვე იგრძნობა მყისერად ორგანოეპტიკურ მახასიათებელს. გემო იგრძნობა პლასმასის წარმოიდგინეთ. ესე იგი, როგორი ეფექტი აქვს სურსათზე და როგორი იგრძნობა ის ჩვენ ორგანიზმში, როგორ მიგრირებს. მყისიერი ეფექტი აქვს. რა თქმა უნდა, უარყოფითი. სხვათა შორის ბიზნეს ძალიან ადეკვატური და ასე ვთქვათ მიმღებლობა ქონდა ძალიან მაღალი, იმიტომ რომ გააცნობიერეს, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობა ეხება, ეს ეხება გარემოს დაცვას და არავის არ უნდა იყოს გარეული ისეთ საქმეში და ბიზნესი აწარმოოს ისეთი საქმით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნია. იმის მიუხედავად, რომ კომპანიები ზოგადად მსოფლიოში გარემოს დაცვით პოლიტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ძალიან დიდ ყურადღებას
უთმობენ მაგალითად Disney კორპორაცია რომ წარმოვიდგინოთ, რომელსაც ვფიქრობთ რომ შეიძლება შეხება არ კონდეს დიდად გარემოსთან, ხო, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და ძალიან ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიდის გარემოსდაცვით სფეროზე და პოლიტიკაზე. ისე რომ დღეს მსოფლიოში არ არის მხოლოდ მოწონებული ის რომ იყოს დიდი კორპორაცია, იყოს კარგი სავაჭრო ქსელი, იყოს კარგი ჰიპერმარკეტი, მქონდეს გემრიელი სამზარეულო, მხოლოდ ეს უკვე საკმარისი აღარ არის. რა თქმა უნდა, ხარისხზე არის საუბარი, გარემოს დაცვაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით აი ეს ურბანიზაციის მაღალი დონე რაც არის, მოსახლეობის ჭარბი ზრდა რაც არის, ხო, ის ერთი მხრივ რა თქმა უნდა კარგია, აუცილებლად დადებითი სალდო უნდა იყოს, ხო, მოსახლეობა უნდა გამრავლდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგება ის რესურსები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ესენი ამოწურვადია. ჩვენ გავაცნობიერეთ და მაგიტომაც შეიმუშავა გაერომ ის მდგრადი განვითარების მიზნები გვაქვს ჩვენ 17 მიზანი, მათ შორის საქართველოც მისდევს ამ მიზნებს, რომელიც 2030 წლისთვის უნდა იყოს შესრულებული და ძალიან კარგად გააცნობიერა მსოფლიომ, რომ მდგრადი განვითარება ეს არის ასე ვთქვათ პლანეტის გადარჩენის ერთადერთი გზა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ რესურსებს, გვაქვს ასევე კლიმატის ცვლილება, ძალიან დიდი წარმოება, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ჩვენ პრინციპში ყველანი უკვე გადავედით ხელის წარმოება, ჩანაცვლა, ტექნოლოგიებმა ხომართალია, ეს ყველაფერი გარემოზე და რესურსებზე ძალიან დიდ ზეწოლას და ზიანს იწვევს ზუსტად ეს არის მე მიზეზი კლიმატის ცვლილებისა, გლობალური დათბობისა, ბიომრავალფეროვნება ნადგურდება, ხეები იჩეხება, ხო, იმიტომ რომ რესურსი მატულობს. ამიტომ ყველა სფერომ უნდა გაითავისოს, რომ ყველა ასე ვთქვათ სფერო ეხება გარკვეულწილად ადამიანის ჯანმრთელობასაც და გარემოსაც. ამიტომ ყველამ უნდა გააცნობიეროს საქართველოს რა თქმა უნდა რომ მისდევს ამ პოლიტიკას ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით რაც გვაქვს გათვალისწინებული ვალდებულებები იმას ვასრულებთ სრულად ხო საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა რაც არის ჰარმონიზაცია ბისფენოლი A-ს აკრძალვა მათ შორის იყო ამ კანონმდებლობის ნაწილი უბრალოდ ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოვებთ ამას პლასტიკის შემცირებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ რომელიც როგორც სოფლის მეურნეობის ნაწილი ასევე გარემოს დაცვის ნაწილიც არის ხო სურსათის და გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობაც ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ბატონო, საკანონმდებლო დონეზე, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ქვეყანა მისდევს ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ჯაჭვი და ამ ჯაჭვის შემადგენელი რგოლები, სახელმწიფო რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორი, თავად მოსახლეობა, როგორც აღნიშნეთ, ბიზნეს სექტორი ჩართულია ამ პროცესში და გათავისებული აქვს. რა თქმა უნდა, შეხვედრები მუდმივად მიმდინარეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მუდმივად წარმომადგენლები ყოველთვის, ასე ვთქვათ, მზაობა არის იმიტომ როგორც თქვი არავის არ უნდა ბიზნესის კეთება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე და გარემოს დაზიანების იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ აქ თუნდაც მომავალზეა საუბარი ხო რა თქმა უნდა მათ შვილებსაც ეხებათ ხო მოხმარებლის შვილებს და მოხმარებლებს არა ხო ყველა ადამიანს ყველა თაობის ადამიანს რისკი ჯგუფი არის უფრო მეტად როგორც თქვი ბავშვები ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალბატონები მით უმეტეს და ზოგადად მაინტერესებს ცნობიერების კუთხით გასაგებია სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს ბიზნეს სექტორი ჩართული ამ ყველაფერში მაგრამ რამდენად არის თქვენი აზრით საზოგადოება ინფორმირებული ამ მიმართულებით და თავად აი თუნდაც მყიდველი ძალიან ბევრი ვიცი ადამიანი რომ რატომღაც უპირატესობას თუნდაც აი პლასმასის კონტეინერს ანიჭებს არ ვიცი თუნდაც პროდუქციას პლასმასის ბოთლში ანუ თუ რაღაც გარკვეული შეხვედრები ხდება მოსახლეობასთან ან ნუ არ ვიცი რაღაც სახით ტრენინგები იქნება სემინარები იქნება კამპანიები რა თქმა უნდა მედია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი კამპანიებიც მაინტერესებს, როდესაც ამ სახეს იღებს, უფრო კარგად და მსუყეთ მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას. ამ მიმართულებით თუ მუშაობთ, ან თუ ფიქრობთ ამაზე, როგორ განახორციელოთ ეს სქემა მთლიანი? რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე, გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს საინფორმაციო კამპანია დაწყებული, ძალიან ბევრი ინიციატივა არის, სარეკლამო რგოლები არის ამ მიმართულებით, პოსტერები არის ამ მიმართულებით, ხო? ეს სიახლე არ არის პლასმასი რო ადამიანის ჯანმრთელობისთვის მომეს სიახლე ნამდვილად ეს ვიცი. თუ ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა გიპასუხებთ, დიახ, ვიცით, მაგრამ ეს არის ჩვევა
სამწუხაროდ ეს არის ჩვევა რომელზეც თავის დაავადება საკმაოდ რთულია და ამიტომაც როდესაც რეგულაცია შემოდის, როდესაც ფიზიკურად ქვეყანაში აღარ შემოვა ასეთი პროდუქტი, ეს არის საუკეთესო გზა. დიახ, და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ალტერნატივა, რომელიც ბევრად უფრო მისაღებია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და ფინანსურადაც მისაღებია. ასეთი არის მაგალითად მუყაო, ქაღალდი, ბიოქაღალდი, ბამბუკი და სხვა მსგავსი ნაწარმი, რომელთაც თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს იგივე ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭურჭელი, ხო? ძალიან აქტიურად მოიხმარენ წვეულებებზე. დიახ. პიკნიკებზე. და უკვე ამის კულტურა შემოვიდა ჩვენთან. დიახ, ეხლა უნდა შეიცვალოს აუცილებლად ეს კულტურა. ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის გამოყენებისა და ჩანაცვლდეს ეკოლოგიური პროდუქტებით. მე ეკოლოგიური პროდუქტებით უკვე კულტურა შემოდის. კი, მართალი, ხართ ეს ძალიან სასიამოვნო ეს. მე ვფიქრობ, რომ მაღალ თვითშეგნებაზე მეტყოლებს და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროს რაღაცას როცა ვაკეთებთ ხო, მაგალითად პიკნიკზე, როდესაც მივდივართ. გარემოში ვტყვებით ჩვენი საქართველოს ძალიან ლამაზი ბუნებით, გარემოთი ძალიან გვსიამოვნებს და უნდა გავითავისოთ, როდესაც მივდივართ გარემოში, როდესაც მივდივართ პიკნიკზე, აი ყველაფერი დასრულდება და უკან მოვიხედებით, თითქოს იქ არც ყოფილვართ, ადამიანის კვალი არ უნდა იყოს დარჩენილი. ზედმეტია საუბარი დაბინძურებაზე, ზედმეტია საუბარი პლასტიკის ნარჩენების დატოვებაზე, ხო? გარდა ამისა, კიდევ ცეცხლსაშიში ზონები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს გამოკრული აქვს ხოლმე ეს ნიშნები, სადაც არის ცეცხლსაშიში ზონები, იმიტომ რომ როდესაც თქვა ბარბეკიუ, მწვადი შეწვა არის თუ სხვადასხვა პროდუქტის, ხო? ბოლომდე უნდა იყოს ცეცხლი ჩამქრალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა პლასმასი არ უნდა იყოს დარჩენილი, იმიტომ რომ ის არ იხსნება ჩავთვალოთ, ასეული წლები შეიძლება დასჭირდეს მას და პრინციპში წარმოუდგენელია და უნდა გავითავისოთ, რომ ჯანსაღი გარემო არის ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რაც შეიძლება ჩვენ შემდეგ თაობას გადავცეთ და ზუსტად ეს არის მდგრადი განვითარების მთავარი კონცეფცია, რომ ჩვენ არსებული რესურსი ისე გამოვიყენოთ, რომ მომავალ თაობას ამ მდგომარეობაში შეუნარჩუნოთ თუ გაუმჯობესებული არა. ნუ ამაზეც უკვე საუბარი ცოტა რთულია, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჭარბი მოსახლეობა და მოსახლეობის ზრდა ბევრ რესურსს მოითხოვს, ბევრ პროდუქტს მოითხოვს, სოფლის მეურნეობაზე ზეწოლა დიდია, არის ბუნებრივი რესურსებზე ზეწოლა დიდი და ამიტომ ჩვენ ადამიანები ყველაზე გონიერი არსებები ამ პლანეტაზე მოგვეთხოვება, რომ სხვა შეგნება, ასე ვთქვათ, გამოვიჩინოთ ისევ ჩვენთვის კი ბატონო. ისევ ჩვენი გარემოსთვის, ჩვენი მომავლისთვის და ძალიან კარგი, როდესაც სახელმწიფო იღებს მსგავს ინიციატივებს, რომ დაგვეხმაროს ერთგვარად ამ მიმართულებით. და საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ანუ როგორ გაიარა ეს პროცესი თუ გადის და ნახეთ რაღაც პარალელებიც რო გავატარო და რამდენი ხანი დაჭირდათ ან ჭირდებათ მათ. ევროკავშირში აკრძალული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭელი, თუ არ ვცდები 2019 წელს მიიღეს ეს რეგულაცია და როდესაც ბაზარი იკეტება, როდესაც იმპორტი იკეტება და როდესაც რეგულაცია შემოდის, ხო, წარმოების ჩაკეტვის შესახებ მე როგორ ყველაფერი ძალიან მარტივდება. უკვე ავტომატურად ჩვენ გვინდა არ გვინდა ალტერნატივებზე უნდა გადავიდეთ, ხო? ბაზარზე ჩანს ძალიან ბევრი ალტერნატივა ეკოლოგიურად სუფთანაწარმის, როგორც თქვი, ეს არის ქაღალდი, ბიოქაღალდი, მუყაო, ბამბუკი და ხის ჭურჭელი ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად უკვე მოსახლეობა თავისთავად ერთვება. იყო რა თქმა უნდა იქამდე ვინც გარემოს დაცვით მიმართულებას და ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას უთმობს, ისედაც არ იძენდა ასეთ პროდუქტებს, მაგრამ უკვე როდესაც რეგულაციებია, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ბევრად უკეთესობისკენ, ასე ვთქვათ, მიდის სამყარო და ეს ძალიან გასახარია. ამიტომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოერგონ ახალ მარეგულირებელ გარემოს და გადავერთოთ, ასე ვთქვათ, ახალ ბაზარზე. კი ბატონო და ცოტა დრო დაგვჭირა რამეს ხომ არ დაამატებდით, იმდენად საინტერესო და საჭირო თემა, არ მინდა კიდევ დეტალები გამოგვრჩეს. თუნდაც სამომავლო გეგმებზე რო ვისაუბროთ. როგორც ვთქვი, ზოგადად პლასმასის შემცირებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოში, ახალი ინიციატივები იგეგმება, მე უბრალოდ არ მინდა წინასწარ რამე გავაჟღერო, ახალი ინიციატივები იგეგმება, ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ზოგადად, როგორც ვთქვი,
განმეორდები პლასმასის შემცირებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ კამპანიაში. ჩაგერთვებით საუბარში, ანუ სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, ანუ გაქვთ თუ არა გარკვეული აქტივობები, რომ მათ მიაწოდოთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს SIP-ი გახლავთ გარემოსდაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა, ასე ვთქვათ, პრიორიტეტული მიმართულების გაჟღერებას, როგორც უნივერსიტეტებთან, ასევე სკოლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ძალიან ბევრი კარგი პროექტი აქვს, მათ შორის როგორც არის ეკოლიდერები და სხვა მსგავსი, რომელშიც ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან მიხარია მათი ამ დონით დაინტერესება. უკვე გამოჩნდა სამომავლო პროფესიები მათი მხრიდან, რომელიც შეიძლება აირჩიონ და ძალიან მიხარია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებითაც არის ეს პროფესიები და ასევე სოფლის მეურნეობის მიმართ. ძალიან პოპულარულია რეინჯერის პროფესია, ძალიან პოპულარულია ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა უკვე წამოიწია, ასე ვთქვათ, წინა პლანზე და მოსწავლეებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც ამ თემებში ერკვევიან და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო და ის ყველასთვის მით უმეტეს სამინისტროსთვის, იმიტომ რომ მომავალი თაობა არის ის დიდი ძალა, რომელიც შექმნის ჩვენს მომავალს. ხო მართალია, ამიტომ მათთან მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩართულობა საკმაოდ მაღალია და ესეც ძალიან მიხარია და მომხმარებელი, განმეორდები რო არის ყველაზე დიდი მაკონტროლებელი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ამ საკითხზე და ნებისმიერ სხვა მიმართულებით საკითხზე რაც აქვს კითხვა შეუძლია დაუკავშირდეს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამოიყენოს მისი ცხელი ხაზი 1501 ან სხვა ნებისმიერ საკომუნიკაციო საშუალება. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ. ჩვენს მენელს და მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო მარიამ ჩაჩვა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი და ჩვენ ვისაუბრებთ ახალ რეგულაციებზე სურსათთან შეხებაში მყოფ პლასმასის ჭურჭელზე. მადლობა, დროებით, გემშვიდობებით.